პროცესის დასასრულს ბაჩუახალაიამ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. ის გამოეხმაურა საჯავახსოვრების სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა მოკვლევის დასკვნას. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის დასკვნა იმ კადრებთან დაკავშირებით, რომლის ამოღებასაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ითხოვდა და რომელზეც უნდა ყოფილიყო ასახული მისი ნომერ 9 დაწესებულებიდან გაყვანა. ბაჩუახალაიამ განაცხადა, რომ ციხეებში წლების წინ სწორედ მისი ინიციატივით მოხდა სათვალთვალო კამერების დამონტაჟება და მისი მტკიცებით ეს კამერები დაახლოებით 1 თვის განმავლობაში ინახავს მასალას, ზოგიერთ შემთხვევაში კი სერვერზე შესაძლებელია, რომ მასალა რამდენიმე თვის განმავლობაში იქნეს შენახული. ბაჩუახალაიამ განაცხადა, რომ მერაბიშვილის ეს განცხადება გაყვანასთან დაკავშირებით არის იმ ბრალდების ანალოგიური, რომლის სააპელაციო განხილვაც ახლა მიმდინარეობს, თუმცა ამ შემთხვევაში ბრალდების მთავარი მოწმე არის კანონიერი ქურდი. ზუსტად იგივე განცხადება არის გაკეთებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ ციხიდან გაიყვანის იმავე კაბინეტზე საუბარი, რომელ კაბინეტზეც არის საუბარი, ამაზე გამოძიება არ მიმდინარეობს, შიდა მოკვლევით შემოიფარგლენ და რატომღაც კანონიერი ქურდის მიერ ნათქვამი უფრო სარწმუნო გახდა ამ ხელისუფლებისთვის და მასზე დაიწყეს გამოძიება, წარმოიდგინეთ და ის მიიღეს როგორც რეალური მტკიცებულება. მე გამოეხმაურა ამ ფაქტს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გაყვანის იმიტომ ანალოგია ძალიან მაგარი და დღეს მოკვლევის შედეგად, რომელიც მოდეშება არ არსებობს, დაადგინეს, რომ ვიდეოფილმებში მასალები არის. მე ვიყავ პირველი, ვინც ეს ვიდეოფილმები ამ დაწესებულებებში გააკეთა, სხვადასხვა იმეში დაწესებულებაში და მინდა მოგახსენოთ, მინიმალური ვადა აქვს 1 თვე შენახოს ვიდეოფილმებში. ჩვენ გვქონდა სერვერები, რომლებიც ინახავდა ბევრად უფრო დიდ წელიწადსაც კი. ამიტომ მე მინდა ხაზი დავუსვა ისევ და ისევ არა სახელმწიფოს, იმიტომ რომ სახელმწიფო ჩვენთვის სამშობლოა და არ შევეცდები მას რაიმე სახელმწიფოს მოგვიყვანო, არამედ ამოღებული ხელისუფლების ცდელობას, აი ამათი ცდელობას, რომ დაიჯეროს კანონიერი ქურდის და არ დაიჯეროს ბევრად უფრო სანდო წყაროსი და ბევრად უფრო სოლიდური ადამიანის ჩვენება. დღევანდელ პროცესზე ბაჩუახალაიამ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. მან მისი საქმის პროკურორი რევაზ ნადოი მოწმეზე ზეწოლაში დაადანაშაულა. ბაჩუახალაიას განცხადებით ნადოი შესული იყო საჯავახსოვრების მე-9 დაწესებულებაში, ეგრეთ წოდებულ მატროსოვის ციხეში და ბჯავრდებულ გაგა კურნალიძეს სთხოვდა მის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. ბაჩუახალაიამ დღევანდელ პროცესზე ასევე განაცხადა, რომ ის არ არის დადებითად განწყობილი ქართული მართლმსაჯულების და საგამოძიებო უწყებების მიმართ. რომელიც აგერება ჩემცინზის, რომელიც ჩვენ პროცესების დროს თითქოს ავადდა ჩემის მოსაზრებით, თითქოს ქუჩაში ნახულობ შესული იყო რამოდენიმე თვის წინ თავგებულთან გაგა კურნალიძესთან, რომელიც სხვა საქმეში ერთად მკვლელობდა ჩემთან და გამართა და მოთხოვა არასებული ჩვენების მიწვედი. ეს ადამიანი ზეწოლას ახორციელებდა მოწმეებზე. თანამდებობით ვიცი, რომ სასამართლოზე მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ზეწოლები, თქვენ წარმოიდგინეთ, გამოძიება მიმდინარეობს ისე, რომ საერთოდ არ უსვამს შენ პოზიციას. აქცენტი არ აქვს. აი ამ საკითხში. არის მხოლოდ ერთი მხარე დაგეკითხა. ანუ დაგეკითხეს ქურდები და პროკურატურას ეჭვიც კი არ შეეპარა ქურდების ჩვენების ისტორიაში. არ ჩამოყალიბდა სხვა პოლიტიკურ მასალებაში, მაგრამ თანამდებობით თავი ის რომ გულისა მერაბიშვილის გაიქცეს იქიდან და ეს ანიძი საქმეებს ანიძი მე ხაზრას ვიყავ რომ ეს საქართველოში არ არსებობს გამოძიება არაფერს ესენი ადამიანები ეყოლება ყაჩაღი პროკურორი არ ეყოლება ყაჩაღი პროკურორი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ რომ მინდაცის პოლიტიკური ორგანიზაცია არის ძალიან